ინფორმაციის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ადამიანი იღებს გარესამყაროდან, სწორედ თვალებით აღიქმება. ამ ვიდეოში მოცემულია 25 საგულისხმო ფაქტი მხედველობის ორგანოსა და მისი აგებულების შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ. ადამიანის თვალს შეუძლია 10 მილიონი ფერის გარჩევა. ცისფერთვალება ადამიანი უკეთესად იტანს ალკოჰოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანი. სიფხიზლის დაახლოებით 10%-ს ადამიანი დახუჭული თვალებით ატარებს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ადამიანი თვალებს ახამხამებს. სირაქლემის თვალი უფრო დიდია, ვიდრე მისი ტვინი. ალბერტ ეინშტეინის თვალები შენახულია სეიფში, ნიუ-იორკში. ითვლება, რომ შავი ლემური ერთადერთი პრიმატია დედამიწაზე, რომელსაც შეიძლება ცისფერი თვალები ჰქონდეს. ფუტკარს 5 თვალი აქვს, 2 რთული და 3 მარტივი. სავარაუდოდ რთული თვალებით, რომელიც თავის გვერდებში აქვს განლაგებული და 5-8000 ოპტიკური ლინზისგან შედგება, ფუტკარი გამოსახულებას ხედავს, ხოლო თავის ზედა ნაწილში განლაგებული 3 მარტივი თვალი კი მეცნიერთა აზრით დამხმარე როლს ასრულებს. მათი მეშვეობით მწერი სინათლის ინტენსივობას აღიქვამს. ანუ ხვდებიან, როდის თენდება და როდის ბნელდება. ცხვირის ზემოთ წარბებს შორის მდებარე სახის ნაწილს ნაზიონი ჰქვია. გიგანტური ზომის კალმარის თვალი შეიძლება კალათბურთის ბურთის ზომის იყოს. დელფინს ძილის დროს ერთი თვალი ღია აქვს, რადგან როდესაც ზინავს, მისი ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარსფერო არის გათიშული. კატებს 3 ქუთუთუ აქვთ: ზედა, ქვედა და შიდა. შიდა ქუთუთო მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც კატა თვალს ახამხამებს. მას კატის მხედველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თვალების შიშს ომატოფობია ჰქვია. ასეთი ადამიანები ყოველთვის მუქ სათვალეს ატარებენ. მწვანე თვალის ყველაზე იშვიათი ფერია. ასეთი ფერის თვალები დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს. ადამიანის თვალი ფოტოაპარატი რომ იყოს, ის 576 მეგაპიქსელის იქნებოდა. ყველა ადამიანი, ვისაც ცისფერი თვალები აქვს, 10000 წლის წინ შავი ზღვის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების შთამომავალია. ზარმაცი თვალის სამკურნალოდ მეცნიერები ტეტრისს იყენებენ. ადამიანის თვალს შეუძლია მზის დამწრობა მიიღოს. ცისფერი თვალები უფრო მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. ხვლიკების ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი მტრისგან თავდაცვის მიზნით პოტენციური მტრის წინააღმდეგ სისხლს ისვრის. მაქსიმალური მანძილი, რომელზეც სისხლის გადასროლა შეუძლია, 5 მეტრამდე შეიძლება იყოს. ტვინის ნაცრისფერი არის ფერი, რომელსაც ადამიანი სიბნელე შეხედავს, ან მაშინ, როდესაც თვალები დახუჭული აქვს. ღამის ხედვის სათვალე მწვანე ფერის იმიტომ არის, რომ ადამიანის თვალი მწვანე ფერის უფრო მეტ ტონალობას არჩევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის. სტაფილო სინამდვილეში არ აუმჯობესებს მხედველობას, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტად არა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბოსტნეული. ზოგიერთი ადამიანი მუქი ფერის სათვალეს იმიჯისთვის კი არა, იმიტომ ატარებს, რომ გლაუკომა აქვს. ადამიანის წარბების განახლება 2 თვეში ერთხელ ხდება. ზოგიერთ ქალს შეიძლება გენეტიკური მუტაცია ჰქონდეს, რის გამოც მათ თვალს 10 მილიონის ნაცვლად შეუძლია გაარჩიოს 100 მილიონამდე ფერი და ფერის ტონალობა.